ინტენსიური სამსახური ამ დრომდე დუმს ანტონ ჩეჩინის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატში კი ადასტურებენ, რომ სინდისის პატიმარს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩეჩინი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებითაა დაკავებული და 8-დან 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჩეჩინი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ დაისაჯა აქციებში მონაწილეობის გამო. ლიზი ვეკვამ გაარკვია დეტალები, ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. გიორგი, ჩვენ ვესაუბრეთ პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელს, რომ ანტონ ჩეჩინის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სულ პასუხისმგებლობას იხსნის და აკისრებს იუსტიციის სამინისტროს. ცხადიაქვთ, სადაც რომ დავკავშირებოდით იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებსაც, თუმცა ისინი ჩვენ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ. რაც შეეხება ანტონ ჩეჩინის საქმეს, როგორც ანტონ ჩეჩინის უფლებადამცველი და ასევე მისი მეუღლე აღნიშნავს, თანამესაკნემ რამდენიმე დღის წინ დაურეკა უფლებადამცველს და მიაწოდა მას ინფორმაცია, რომ ანტონ ჩეჩინის საკრიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც და აღენიშნება ასევე ჩალურჯებები ხელის არეში. ეს ყველაფერი დაადასტურა სახალხო დამცველმაც, რომელსაც უფლებადამცველმა და ოჯახის წევრმა მიმართეს და სახალხო დამცველმა მოინახულა ანტონ ჩეჩინი, რომელიც ადასტურებს, რომ მას ნამდვილად აღენიშნება ხელის არეში ჩალურჯებები. მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, რადგან სამუშაო დღეები არ არის და უფლებადამცველი არ ყოფილა შესული ანტონ ჩეჩინთან. სახალხო დამცველს კი არ უსაუბრია მიზეზებთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე მოხდა ძალის გადამეტება ანტონ ჩეჩინის მიმართ. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, ოჯახი ამბობს, რომ მათ მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, თუმცა გამოძიების იმედი კვლავ არ აქვთ, რადგან აქამდე ძალიან ბევრი საქმე ყოფილა, სადაც გამოძიებული არაფერი გვინახავს. თან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანტონ ჩეჩინი მიუთითებს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. მას დაკავების მომენტშიც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით პრეტენზია. ის ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ანტონ ჩეჩინს აკავებდნენ, პოლიციელებმა მასზე ფიზიკურადაც იძალოდეს. ამასთან დაკავშირებითაც აქვთ საჩივარი შეტანილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, თუმცა ამ დრომდე არც ეს გამოძიებულა. ანტონ ჩეჩინის ოჯახის წევრებს კი ამჯერადაც არ აქვთ იმის მოუდინი, რომ საბადრაგო თანამშრომლების მხრიდან ანტონ ჩეჩინის მიმართ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით რაიმე იქნება გამოძიებული ან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მხრიდან ან სხვა უწყებიდან. ციხიდან მივიღეთ ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში, რომ ანტონ ჩეჩინის მიმართ განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება მოვახდინეთ, ასევე სახალხო დამცველის ინფორმირება და გუშინვე სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა გდანისმერო პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულა ანტონი და ორი გარემოება დაადასტურა ანტონთან საუბრისას. პირველი ეს გახლავთ ის, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, ხოლო მეორე გარემოება გახლავთ ის, რომ ანტონი, ესე რომ ვთქვათ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს და აღნიშნულთან დაკავშირებით, ესე რომ ვთქვათ, ხელის არეში აღენიშნება დაზიანებები ჩალურჯებების სახით. ქვეყანაში ყოველ ხედავთ, რომ არანაირ ძალადობას არ იძიებენ, ხალხი აწამის და იქ არ არის გამოძიებული და ახლა რა თქმა უნდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ხელების ჩალურჯებას ზოგი სერიოზულად ვერ აღიქვამს, მაგრამ რა თქმა უნდა ტრაგედია ესეც და არ ვიცით დღეს ხელები გადაუგრეხეს და ჩალურჯებები აქვს და ხვალ რას უზამენ, არავინ არ იცის, ამიტომ ფაქტი ერთი არის, რომ ციხეში ყოფნა არ არის უსაფრთხო. ნორმალურობამ თემაზეც და უბრალოდ ტერორში ვცხოვრობთ, არ ვიცით რა გავიღვიძებთ, რა ინფორმაცია შემოვა და ვის რას მუშაობენ და რა იქნება, ამიტომ გრძელვადიანად უკვე ეს ყველაფერი სრული კოშმარია და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მართლა თავის შევწირეთ ამ ყველაფერს და ყოველდღიურად ვიტანჯებით და ნელი სექტორით ვკლავენ. ამიტომ ძალიან ხალ ყველას რომ დავაჩქაროთ პროცესები, რამენაირად ეს ხალხი უნდა გამოვიყენოთ ციხიდან, სანამ რაღაც წესწაული არ დატრიალდა. ანტონ ჩეჩინი პროევროპული აქციების მიმდინარეობისას დააკავეს, მას ედავებიან დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვას და მას 8-დან 20 წლამდე ანუვადო პატიმრობა ემუქრება. როგორც უკვე გითხარით, ანტონ ჩეჩინი აქამდეც მიუთითებდა მის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე, თუმცა ამ დრომდე არ გამოუძიებიათ მასთან დაკავშირებული ეს საქმე და ანტონ ჩეჩინის ოჯახის წევრებს არც ამ კონკრეტულთან დაკავშირებით არ აქვთ იმის მოუდინი, რომ რაიმეს გამოიძიებენ. მეტი დეტალი მიზეზებზე, თუ რატომ გამოიყენეს ძალა და რატომ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ანტონ ჩეჩინს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი მას მოინახულებს. მადლობა, ეს ლიზი ვეკვა იყო პირდაპირ